მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. ინიციატივა ჯერ საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატო გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევით. ბატო გიორგი, უნგრეთში ჩატარებული არჩევნები და მსოფლიოში მიმდინარე ომები დღეს ძირითადად ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა და პირველ რიგში სწორედ ის რაც უნგრეთში ვნახეთ, სრულიად დამაჯერებლად საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვა ოპოზიციონერმა ლიდერმა პიტერ მადიარმა მიუხედავად უნგრეთის საარჩევნო სისტემისა და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წესები, როგორც ამბობენ, სახელმწიფო პარტიაზე იყო მორგებული და აი მადიარი უკვე ელოდება, როდის მიიღებს მთავრობის ფორმირების დავალებას. ის გუშინ პრეზიდენტს შეხვდა, რომელმაც აცნობა, რომ მთავრობის დაკომპლექტებას ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე სთხოვს. უშუალოდ პრეზიდენტთან მიმართებაში კი მადიარმა აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ მას თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწევს, ისე როგორც უკვე დაანონსა მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის ელიტური კორუფციის გამოვლენის მიზნით გამოძიების დაწყება. აი როგორი სტარტი აქვს პეტერ მადიარს, ეს მინდა ვკითხოთ. მადიარს, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად ჯერ არ დაუკავებია, თუმცა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე მისი პირველი განცხადებები უკვე მოვისმინეთ. ძალიან პოზიტიურად და აქტიურად დაიწყო პრინციპში და მკვეთრად ჩანს, რომ პოლიტიკა არის არსებითად განსხვავებული ორბანის პოლიტიკისგან, რა თქმა უნდა, შიდა კორუფციის საკითხები ასევე მნიშვნელოვანი, ისე როგორც საგარეო პოლიტიკის ვექტორის გასწორება, ასე ვთქვათ, ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა, მათ შორის რეგიონალურ მოკავშირეებთან, ვიშეგრადის აი ამ 4-ეულის ფარგლებში, ვარშავაში ვიზიტის ლოგიკაში ასევე შესაბამისად ეს ყველაფერი პოზიტიური, აშკარად განცხადებით ვნახეთ, რომ უკვე იმ თანხების გამროკვის მიმართულებითაც ნაბიჯებს გადადგმავენ, ეს გაუმჯობესებს იმ რეალობას, რომ ევროკავშირი როგორც უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება გახდეს ქმედითი, რადგანაც სწორედ ორბანი ტროიას ცხენის ფუნქციას ასრულებდა და ევროკავშირის გეოპოლიტიკურ როლს მკვეთრად ამცირებდა, გაერთიანებს ევროკავშირის პოზიციას, რაც ბუნებრივად დადებითად აისახება მათ შორის ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებზე, უფრო ერთიანი და მკაფიო პოზიცია ექნება. ნუ გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უკრაინაზეც ვიცით, რომ განიბლოკება ის თანხები, რაც წარმოუდგენლად პოზიტიური იქნება უკრაინისთვისაც და საბოლოო ჯამში ჩვენთვისაც. თუმცა მადიარის განცხადებით კიდევ ერთხელ სიფრთხილედ ჩანს, თქვა, რომ უკრაინის მიმართულებით, ესე იგი, თვითონ არ აპირებენ არანაირ კონფლიქტში ჩართვას, რაც იყო ცრუ ლოგიკა ორბანის და პარალელი რო გავავლოთ, ქართული ოცნების ცრუ ლოგიკაც ზუსტად ასეთია, რომ თუ ოპოზიცია იქნება ხელისუფლებაში, მაშინ ომის ლოგიკა იქნება. აი კიდევ ერთხელ ადასტურებს მადიარის განცხადებები, რომ როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდება ოპოზიციური ძალა, სახელმწიფოებრივად აზროვნებს, მათ შორის განცხადებიც გააკეთა, რომ ჩვენ რუსეთთან გვინდა ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება და არა გაფუჭება. ეს არის ბუნებრივი პრინციპში და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ის გარემოა, მათ შორის საქართველოში ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ეცდება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გააკეთოს, რომ არ იდოს დამატებით ესკალაციას ან ურთიერთობის გაფუჭებას კიდევ უფრო. ხო, აი უკრაინაზე აქცენტირებულად მინდა კითხვის დასმა, თუმცა რამდენიმე წუთში იქამდე უშუალოდ საგარეო ვექტორი და აი თქვენ თქვით, რომ ერთ-ერთი რისი გაკეთებაც მოუწევს პეტერ მადიარს, ეს არის სწორედ საგარეო ვექტორის გასწორება და ასევე ახსენეთ, რომ ევროკომისიამ უკვე დაიწყო მადიარის გუნდთან მოლაპარაკებები და ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს გამბლოკვის მიზნით მადიარს 27 პირობა წაუყენა. პირობებს შორის, როგორც დასავლური მედია წერს, არის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება. გაყინული თანხების გამბლოკვისთვის უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომელსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს. აი როგორ ფიქრობთ, გააკეთებს ამას პეტერ მადიარი წავა 27-ვე პირობის შესრულებაზე, თუ აქაც შეიძლება ველოდებოდეთ გარკვეულ წინააღმდეგობას? ვფიქრობ, რომ საკვანძო იქ რაც არის მოთხოვნები, პრინციპში არის სრულად მისაღები ახალი ხელისუფლებისთვის, გარკვეულ პუნქტებზე ალბათ შეიძლება მოლაპარაკებების წარმოება და კონსტრუქციული შეთანხმება. ეს გამომდინარეობს მათ შორის პარალელი რო გავყოლოთ, ისევე 9 პუნქტზე, რომელიც თავის დროზე მოგვცეს და ამ შემდეგ იყო იდეა მთავარი და ლოგიკა სცენარის განვითარების და არა მაინც ტექნიკურად რომელი პუნქტი რანაირად შესრულდება. ბევრი საგანი მე უკვე შესრულების არის აღქმის და შეფასების საგანი. ამიტომ თავარია ლოგიკა საითკენ მიესწრაფვი და ის რომ მადიარი არის პროევროპელი და არ არის ანტიევროკავშირის პოლიტიკური ფიგურა, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ აღვიქვა, რომ უმრავლეს საკითხს მოაგვარებს და ევროკავშირი ცხადია კონსტრუქციულად მოიქცევა
არ დაიწყებს მიზეზების პოვნას, რომ ზედმეტად უნგრეთთან ურთიერთობები დაძაბოს, ბუნებრივია ეს. ხო, აი უშუალოდ უკრაინას რაც შეეხება, უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება ერთ-ერთი პირობა ევროკომისიის მიერ დასახელებულ 27 პირობას შორის. ხო, ხა თქვენც ახსენეთ და ნამდვილად უკრაინასთან მიმართებაში უკვე მოვისმინეთ პეტერ მადიარის პირველი განცხადება, ის ერთი მხრივ ამბობს, რომ არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას უკრაინისთვის, თუმცა აქვე ამბობს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. არის თუ არა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით მომავალი პრემიერის ხედვაც, ასე ვთქვათ, პრობლემა და პრობლემური და რა არის მიზეზები იმის, რომ უკრაინის დაჩქარებულად გაწევრიანებას, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ორბანის ხელისუფლება, რომელიც უკვე მიდის, არამედ ხელისუფლება, რომელიც მოდის, სწორედ პეტერ მადიარის ძალას გულისხმობ. მიზეზი არის აქ მთავარი, რატომ არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ არაერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას და ეს უკავშირდება ერთ კონკრეტულ სფეროს, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის, მაგალითად საქართველოსთან. ეს არის სოფლის მეურნეობა, სადაც უკრაინის გაწევრიანებას ექნება უზარმაზარი ცვლილებები შიდა ბაზარზე, გამოიწვევს კონკურენტუნარიანობის პოლონეთის მაგალითად, რომელიც ასევე როგორც უკრაინის მთავარი მოკავშირე არის პრაქტიკულად, მაგრამ ეწინააღმდეგება ძალიან სწრაფ ინტეგრაციას, იმიტომ რომ ვერ მოასწრებენ საკუთარი სოფლის მეურნეობის ადაპტაციას იმისთვის, რომ უზარმაზარი ნაკადი შემოვა ამ პროდუქციის უკრაინიდან, შეუზღუდავად ევროკავშირში და მოახდენს ამ სექტორის, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, უცებ დაზიანებას. ხო, ეს არის უკრაინის მასშტაბიდან ყველაზე დიდი ევროპული სახელმწიფოა, უზარმაზარი სოფლის მეურნეობის მწარმოებელი, ამიტომ აქ ფრთხილობენ სწორედ. მეორე მომენტი არის, რომ პოლიტიკურადაც ზოგიერთ ამ ქვეყანაში კონფლიქტში მყოფი, ცხელ კონფლიქტში მყოფი ქვეყნის ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა შეიძლება აღიქვებოდეს ამ ომში ჩართვის გარკვეულ პროცესად. სწორედ ამიტომ ფრთხილობენ, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ნამდვილად ეს დაჩქარები ინტეგრაცია ისედაც არ არის უახლოესი 1-2 წლის საკითხი, ანუ აქ მაინც დრო იქნება საჭირო და მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია დასავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის ამ შემთხვევაში მოლაპარაკება, რომ პრინციპში შეთანხმდნენ გარკვეულ გაიდლაინზე თუ როგორი ნაბიჯებით მიდიან ამ ინტეგრაციისკენ, უკრაინის ინტეგრაციისკენ, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც მთავარია, რომ უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ, არსებობს პრაქტიკულად ახლა ყველა ქვეყანაში. ისევ მადიარის მოსვლას რომ დაუბრუნდეთ უნგრეთის ხელისუფლებაში, საერთო ჯამში არის მოლოდინი, რომ უნგრეთის სახალი პრემიერ-მინისტრს უბრალოდ ის თავს საქმეს დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს, ის კარგი კაცია, ამბობს მათ შორის დონალდ ტრამპიც კი, რომელიც ვიცით რომ უნგრეთის არჩევნებში მის გამარჯვებას არ უჭერდა, არ ლობირებდა და მხარს ვიქტორ ორბანს უჭერდა და რადგან ამერიკის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ განწყობამდე მოვედით, აქვე კითხავთ ჯეი დევენსის განცხადებაზეც, რომელმაც განმარტა, რატომ უჭერდა მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში სწორედ ვიქტორ ორბანის ძალას. ვიცოდით, რომ დიდი შანსი იყო ვიქტორი უნგრეთის არჩევნებში დამარცხებულიყო, მაგრამ ჩვენ იქ ჩავედით, რადგან ის ერთ-ერთია იმ მცირე რიცხოვან ევროპელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბრიუსელის ბიუროკრატიას უპირისპირდებიანო, რამდენიმე დღის წინ გააკეთა ეს განცხადება ჯეი დევენსმა. აქ ჩნდება კითხვა, რატომ შედის ვაშინგტონის ინტერესებში იმ პოლიტიკურ ლიდერებთან მეგობრობა, რომლებიც ბრიუსელთან ღია კონფლიქტში შედიან. დღეს ვაშინგტონში არის კონსერვატიული ტიპის ხელისუფლება, ბრიუსელის ბიუროკრატია თავის შინაარსით არის ლიბერალური ინსტიტუცია, ზოგადად ზესახელმწიფოებრივი სისტემა. ევროკავშირი გაცილებით უფრო მხარს უჭერს დღეს საერთაშორისო სამართალს, ვიდრე ვაშინგტონი, რომელიც ადაპტირდა ზოგიერთი ავტორიტარული ქვეყნის მოდელს ძალის უპირატესობის. სწორედ ამიტომ მათთვის მისაღები იქნებოდა ევროკავშირის როგორც ერთიანი ინსტიტუტისა, ტრამპის ადმინისტრაციაზე არის საუბარი კონკრეტულად, თორე ბაიდენის ადმინისტრაცია პირიქით ემთხვეოდა სრულად ბრიუსელის ამ ლიბერალურ მიდგომას. ანუ ეს არის პოლიტიკური კომპასი მემარჯვენე თუ მემარცხენე ძალების და ბუნებრივია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ლობირებს საკუთარ იდეოლოგიურ მოკავშირეებს მემარჯვენე ფლანგზე და აქ კარგად ჩანს, რომ საქართველოში მათი მიდგომა არის რადიკალურად სხვა. ანუ ხედავთ, რომ მხარს არ უჭერენ ქართული ოცნების აქ ლოგიკას, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ამ თემის გამოყენებას ქართული ოცნება კავშირების, ვითომ ორბანის მსგავს პოლიტიკას აწარმოებენ, იმიტომ რომ
ორბანის ხელისუფლება დაპირისპირებული იყო ბრიუსელთან და ამ კატეგორიაშიც გადის პრინციპში თბილისიც, ხო ჩვენი ხელისუფლებაც ღია კონფრონტაციაშია უკვე კარგი ხანია ევროკავშირის სტრუქტურებთან. აი მე პირიქით მინდოდა მეკითხა ეს რამდენად შეიძლება იყოს ის გარემოება, რის გამოც ქართული ოცნების ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლოა მოეწონოს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნების შემთხვევაში ეს ფაქტორი არ იმუშავებს? ანუ აქ საკვანძო არის ის, რომ ქართული ოცნებას მაგის იმედი აქვს, რომ შეიძლება ამ რიტორიკის გამო მოეწონოს, მაგრამ ვაშინგტონი ამავდროულად უყურებს რეალურად ის ხელისუფლება რა ტიპის საგარეო პოლიტიკას აწარმოებს. ვაშინგტონის ბოლოს დოკუმენტში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, ეს არის შეერთებული შტატების სადაზვერვო საზოგადოების 2026 წლის ანგარიში, ნახსენებია რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და პაკისტანი, როგორც მთავარი საფრთხეები ბირთვული იარაღის და საერთოდ გლობალურ საკითხებში. ქართული ოცნების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის, ჩინეთის და ირანის გავლენების მზარდ ტენდენციას უკავშირდება, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა გავლენებს, შესაბამისად, ეს არის მთავარი პრობლემა, თორე მარტო ბრიუსელის კრიტიკით ვაშინგტონის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებ, თუ შენ რეალურად სუვერენული არ ხარ აი ამ სამი ავტორიტარული ძალის ცენტრისგან, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც რჩება ერთ-ერთ საკვანძო პრობლემა და ამაზე ხშირად საუბრობენ. კი ბატონო, საერთოდ ჯამში ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე თვენახევარი ახალი მიზეზი აქვს ევროპულ სახელმწიფოებთან დაპირისპირებისთვის, აქამდე იყო განსხვავებული დამოკიდებულება უკრაინის ომთან მიმართებაში, აი ახლა კი იგივე ვხედავთ უკვე ირანის კონფლიქტთან დაკავშირებით ტრამპი ევროპული სახელმწიფოებისგან ირანის კონფლიქტში მეტ ჩართულობას ითხოვს, მაგრამ თვითონ ევროპა ამის გაკეთებას არ აპირებს. ჯერ ერთი რამდენად სწორია და ამასობაში უკვე ამ თემამდე რადგან მოვედით, სწორედ ირანის კონფლიქტსა და ამ კონფლიქტთან მიმართებაში ევროპის პოზიციაზე ვისაუბროთ, რამდენად სწორია ამ საომარ მოქმედებასთან იმასთან მიმართებაში, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება ევროპის წამყვანი ქვეყნების პოზიციონირება, როცა ისინი აცხადებენ, რომ ეს ომი მათ არ ეხებათ და მეორე მხრივ, როგორ შეიძლება შეიცვალოს ამერიკის და ნატოს, აი ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ურთიერთობა უკვე მას შემდეგ, რაც ეს ომი დასრულდება. პრინციპში ევროპული ქვეყნების ლოგიკა, რომ ამ ომში არ უნდათ მონაწილეობა, გამომდინარეობს იქედან, რომ ეს ომი შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად, ასე ვთქვათ, მარტო ისრაელთან ერთად გადაწყვიტეს რას და როგორ აღწევენ და უკვე შედეგებში ჩართვა გარკვეულწილად სარისკო არის. მეორე მხრივ, ევროპას ახლა გაცილებით მეტი ვალდებულება გააჩნია უკრაინის მიმართულებით და ამით საკმაოდ ამაყობენ ხოლმე ვაშინგტონში, რომ აღარ უწევენ მხარდაჭერას, ჯეი დი ვენსიც ამბობდა და შესაბამისად ვინ უწევს მხარდაჭერას და ეს არის ევროპა სრულად. გარდა ამისა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ევროპა გაცილებით უფრო მოწყვლადია პირობითად ირანული ისლამისტური რადიკალური ნარატივებისთვის საკუთარი თუნდაც იქ მოსახლეობის კომპონენტი ვინც მის გზაუზრობს იქ და ასე შემდეგ, ანუ რისკები მეტია ვიდრე შეერთებულ შტატებს, რომელიც სხვა პოზიციებიდან იმყოფება და გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. და მე ვფიქრობ, ეს არის პრაგმატული ნაწილიც რეალურად და ვაშინგტონის და ბრიუსელის მიუხედავად რიტორიკისა ხვდებიან, რომ ეს ლოგიკურად ის საკითხია, სადაც ევროპის ჩართვა უბრალოდ საჭირო არ არის. არ არსებობს ამოცანა, რომელსაც ამერიკა მარტო ვერ შეასრულებს. ამიტომ უბრალოდ ეს იქნებოდა კიდევ უფრო დიდი ესეთი კონფრონტაციის შექმნა და ნუ ცხადია, რომ ევროპის კავშირები ისრაელთან სხვა არის და შეერთებული შტატები სხვა, ამიტომ ძამბუნებრივი ვითარება. აი ჯეი დი ვენსის განცხადება ახსენეთ უკრაინასთან მიმართებაში და უთხრათ მაყურებელს რა თქვა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ის ამბობს, რომ ამერიკის მიერ უკრაინის ომის დაფინანსების შეწყვეტა ერთ-ერთია რა გადაწყვეტილებითაც ყველაზე მეტად ამაყობს. აი რამდენად სწორად მოიქცა ამერიკის შეერთებული შტატები ზელენსკის ქვეყანას, მოდით აი ვენსის განცხადების კონტექსტში ეს კითხვაც დავსვით. მე ვფიქრობ, რომ სწორი ნაბიჯი ნამდვილად არ იყო და ეს არის ადმინისტრაციის ნაბიჯი, თუმცა მოდით ისიც ვთქვათ პირდაპირ, რომ ევროპა მოსახლეობით მაგალითად გაცილებით უფრო დიდია, 500 მილიონიანი მოსახლეობა გააჩნია, ევროპა ფინანსურად ძალიან ძლიერია
სამხედრო კუთხით აი ორბანი უშლიდა ხელს რომ უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს ევროპას სრულფასოვნად შეუძლია დაფაროს უკრაინის ყველა ხარჯი მაშინ როდესაც ამერიკას უწევს პასუხისმგებლობა ირანზეც და იქ ევროპა არაფერ შუაშია ტაივანზეც მაგალითად სადაც ასევე რისკები არსებობს და არაერთ სხვა რეგიონში დედამიწის ანუ გლობალური როლი პოლიციელის ასე ვთქვათ გაცილებით მეტად გააჩნია შეერთებულ შტატებს ვიდრე ევროპას ამიტომ თუ ევროპა აიღებს სრულად დაფინანსებას და სამხედრო აღჭურვისთან შეუძლია ეს დღესაც საკეთებენ ყიდულობენ ამერიკელებისგან და მე აწვდიან უკრაინას ხო ევროპელები ანუ ეს სქემა პრინციპში არის ბუნებრივი იმიტომ რომ ევროპელების გააზრება რომ უკრაინის კონფლიქტი არის ევროპელების კონფლიქტი და ევროპელების წინააღმდეგ რუსეთის ომი ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ ზოგი ჭირი მარგებელია და ტრამპის ადმინისტრაციის ეს ქმედებაც სასარგებლო აღმოჩნდება ჩემი აზრით ევროპისთვის რომ უფრო პასუხისმგებლიანი გახდნენ საკუთარი მომავლის მიმართულებითაც ხო, ირანის კონფლიქტთან მიმართებაში დონალდ ტრამპი არა მხოლოდ ევროპელ პოლიტიკოსებს და ლიდერებს ცალკეულ სახელმწიფოს ხელმძღვანელს დაუპირისპირდა, არამედ რომის პაპსაც გადაწვდა და იცით რომ რამდენჯერმე გააკრიტიკა პაპი ლეო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი პაპის მოწოდებას რომ დაასრულოს ომი მყისიერი გამოხმაურება მოხდა სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის მხრიდან, სადაც ის წერდა, რომ რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტია და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საშინელი. აი თვითონ ტრამპის პერსონას როგორ დაახასიათებთ? აი მისი განცხადებები, რასაც ვისმენთ საკუთარი თავის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს, ევროპელი ლიდერების, რომის პაპის და რა ვიცი, მის ირგვლივ მყოფი და არსებული ყველასა და ყველაფრის შესახებ. აი თვითონ ტრამპზე რას გვეუბნება? ძალიან გულწრფელად გეტყვით ამ კითხვაზე პასუხს. ერთია ტრამპი რას ამბობს და მეორეა რას აკეთებს და ხშირად არის კატეგორიულად განსხვავებული. მე პირადად როგორც ამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვაკვირდები სწორედ იმას, რასაც აკეთებს, იმიტომ რომ თუ დააკვირდები რასაც ამბობს ეს გაცილებით უფრო არის შოუს ელემენტების მქონე, მისი განცხადებების სტილი, მისი განცხადებების ესე იგი პათოსი მიდგომა დღეში რამდენიმე განცხადებას აკეთებს, რომელიც ლოგიკურად ხანდახან ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მაგრამ თავარია რას აკეთებს შეერთებული შტატები, იმიტომ რომ შეერთებული შტატები არის სისტემა, რომელშიც ნამდვილად პრეზიდენტს დიდი როლი გააჩნია, მაგრამ მარტო არ და ვერ წყვეტს და ეს სისტემა ფუნქციონირებს საკუთარი გრძელვადიანი სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე. ამიტომ ტრამპის როლი არც უნდა დავაკნინოთ, მაგრამ ზედმეტი ყურადღებაც მის განცხადებებზე თან ესეთი ემოციური ტიპის განცხადებები, რომელიც გააჩნია, რომელიც ყურადღებას იპყრობს, ჩემს არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შინაარსობრივად ნატოდან არ გამოსულა პირიქით ნატო გაძლიერდა, მათ შორის ხო საუბარია იმაზე, რომ 2%-იანი ზღვარი რო იყო და ვერ აკმაყოფილებდნენ სამხედრო ხარჯების, 5%-მდე არის გაზრდილი და პრაქტიკულად ყველა აკმაყოფილებს. ანუ ნატო წარმოუდგენლად გაძლიერდა ტრამპის აი ამ უცნაური რიტორიკის შედეგად, ხო, თავისი სამხედრო პოტენციალის მიმართულებით. ამიტომ ქმედება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე განცხადებები. ეთილი ბატონ გიორგი, რაც შეეხება უშუალოდ ირანის კონფლიქტს, აი ბლუმბერგი წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ირანმა შესაძლოა ცეცხლის კიდევ 2 კვირით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 2 კვირით გახანგრძლივების გაწყვეტილება მიიღონ, ან მხარები ამაზე შეთანხმდნენ და როგორც წყაროებზე დაყრდნობით ბლუმბერგი უწყება, კონფლიქტის მხარებს შორის შუამავლები ტექნიკური მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობენ ყველაზე სადაო საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის კი არის ჰორმუზის სრუტის გახსნა და ურანის გამდიდრების შესახებ საკითხი. აი რა შეიძლება მხარებს მისცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამატებითმა 2 კვირამ, თუ კი ასეთი შეთანხმება მორიგჯერზე შედგება. მე ეს მახსენებ, სანამ 28 თებერვალს ომი დაიწყებოდა, ლოგიკა 3 ეტაპად ჰქონდათ მოლაპარაკებები ომანში და მერე შვეიცარიაში და თითოეულ ეტაპზე რომ მიდიოდნენ გაწელვა ხდებოდა მოლაპარაკებების, ყველასთვის გასაგები იყო, რომ შეერთებული შტატები ამას მათ შორის აკეთებენ. ერთი მხრივ რომ შანსი მისცენ ირანს, მეორე მხრივ რომ შექმნან საფუძველი იმისა, რომ შემდგომ თქვან რომ ჩვენ ვცადეთ საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უშედეგოდ, ამიტომ გადავედით უკვე საომარ მოქმედებებზე. ახლაც როგორც ჩანს, შეერთებული შტატები შესაძლოა ახლა მეორე გაგრძელება იქნება, ხო? ცეცხლის შეწყვეტი, შესაძლოა მესამეზეც კი წავიდნენ პირობითად, ანუ რაღაც პერიოდს მისცემენ ირანს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა არ იკვეთება, რომ ირანი მზად არის საკვანძო გადაწყვეტილება უკავშირდება სწორედ ურანის გამდიდრების საკითხს. აქ არ იკვეთება სურვილი, რომ როგორც მედია წერს, ვაშინგტონმა თეირანს ურანის გამდიდრების 20 წლით შეჩერება მოსთხოვა, თუმცა ირანი მხოლოდ 5 წლია
ძალიან ვადაზეა თანახმა. აი კი ბატონო, იყოს მეორე, მესამე რაუნდები, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გამოვა და გამოვა თუ არა რამე მხარეებს შორის მოლაპარაკებებიდან, ანუ რა შანსი დარჩა იმის, რომ კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიჭრას? სამწუხაროდ საკმაოდ მცირე, თუნდაც 5 წლით თუ ვამბობთ, 5 წელი დასჭირდებათ მათ ბირთვული ობიექტების აღდგენას. ანუ რომც არ იყოს ეს შეთანხმება, 5 წელი ურანის გამდიდრება მართლა ვერ ექნებათ ფიზიკურად დაბომბვების შედეგად, მათ შორის მიწის ქვეშ მყოფი ფორდოს და სხვა ცენტრების. ამიტომ ეს 20 წელი არის ლოგიკური, მაგრამ არ სურთ, იმიტომ რომ მათი მიზანი არის ურანის გამდიდრება და ნუ გასაგებია ეს ლოგიკა. სწორედ აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ აი შეთანხმებით შეიძლება მივიდეთ გარკვეულ შედეგამდე, საკმაოდ რთულია და ამაზე მეტყველებს მათ შორის ის, რომ ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, შეერთებული შტატები რეგიონში აგზავნის სახმელეთო სპეცდანაყოფებს, ზრდის ყოფნას რეგიონში, მათ შორის და ეს სავარაუდოდ მეტყველებს იმაზე, რომ შტატები უფრო ფართო ოპერაციისთვის ემზადებიან, რომელიც ერთ-ერთი კომპონენტით უნდა მოიცავდეს 400 კილოგრამი გამდიდრებული ურანის გატანას ირანიდან. ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ამ ურანს არ გაგვატანენ, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მისი წაღება ჩვენით, ასე რომ აი ეს არის ვენესუელას მსგავს, თუმცა კიდევ უფრო მაღალი დონის ოპერაციას მოვაწყობთო. კი ბატონო, ასეთი განცხადება თუ მუქარაც შეიძლება ალბათ ამას მუქარაც დაერქვას, მოვისმინეთ ტრამპის მხრიდან, თუმცა აქ ჩდება კითხვა, რამდენად აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის რესურსი და შესაძლებლობა. და მხოლოდ ამერიკასთან მიმართებაშიც რომ არ დავსვათ ეს კითხვა, მეორე მხარესთან დაკავშირებითაც ვიკითხოთ, ანუ რისი თავი და რესურსი დარჩა ამერიკასაც და მეორე მხრივ ირანსაც. რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს შეუძლიათ სახმელეთო ოპერაციის წარმოება შეზღუდული მასშტაბით. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან სარისკო და სავარაუდოდ დიდი დანაკარგებით და ვენესუელასავით არ გამოვა და ვერ გამოვა. თუმცა მეორე მხრივ ირანის რესურსები არის სერიოზულად დაზიანებული და ყველაზე ძლიერი პოზიციები ალბათ გააჩნია სწორედ სახმელეთო მიმართულებით, ანუ კონვენციური ასეთი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ ასეთ ოპერაციას საჭირო იქნებოდა, რომ ყოფილიყო საკმაოდ სწრაფი, ეფექტური, შეზღუდული ლოკაციით, სერიოზული ავიაციის კომპონენტით და რაც შეიძლება მალე რომ კონკრეტული ამოცანა შეასრულონ და არა ფართომასშტაბიანი შეჭრა, რომელიც ერაყში ან ავღანეთში გვინახავს. ანუ თუ ურანის გატანაზეა საუბარი, უნდა იყოს ლოკალიზირებული სწორედ იმ მიმართულებით. შეერთებულ შტატებს ნამდვილად მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანა არის ესეთი ოპერაციის წარმოებისთვის, თუმცა ერთი ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ. ან ეხლა მალე გააკეთებენ ამას, ან რაც უფრო მოახლოვდებით არჩევნებს შეერთებულ შტატებში, რომელიც ნოემბრისთვის არის დაგეგმილი, მით უფრო ალბათობა დაიკლებს, იმიტომ რომ დანაკარგები იქნება ასეთ ოპერაციის დროს და ეს დანაკარგები აისახება ტრამპის და რესპუბლიკური პარტიის რეიტინგზე წინა საარჩევნოებს ამას ითვალისწინებენ. ნეტანიაჰუსაც ეხება ეს შემოდგომაზე ასევე ისრაელში არჩევნები და შესაბამისად ძალიან დიდ ხანს ესეთი ვითარება ვერ გაგრძელდება. ან ეხლა ომი გრძელდება და რაღაც ლოგიკაში სრულდება, ან ეხლავე სრულდება, მაგრამ აი ზაფხულის და უკვე შემოდგომისკენ ომის ანუ დროში გაწელილი ომი ცუდად აისახება არჩევნებში რესპუბლიკელების შედეგებზე. და ისრაელში ნეტანიაჰუს შედეგებზე. კეთილი. ბატონო გიორგი, აი ბოლო კითხვას დაგისვავთ და ამით დაგემშვიდობებით. ახლა ირანის კონფლიქტის ფონზე გარკვეულწილად ყურადღება მოაკლდა უკრაინას, ამიტომ ახლა უკვე გითხარით აი ამ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ირანზე შეტევამ როგორ შეცვალა უკრაინა რუსეთის ომთან დაკავშირებული გარემოებები. ხა ნატოს გენერალური მდივანი კი ამბობს, რომ არ შეუძლიათ უკრაინის ხედვის არეალიდან დაკარგვა, თუმცა ხო, გარკვეულწილად მაინც უკრაინიდან ყურადღება ნამდვილად ახალ კონფლიქტია გადატანილი და ზელენსკიც ამბობს ღიად ამას, რომ ეს ვითარება უკრაინას არ აწყობს. დაახლოებით 2 კვირის წინ მოვისმინეთ ზელენსკის შესაბამისი განცხადება. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა რა მდგომარეობაში ჩააყენა უკრაინა და როგორ შეცვალა უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა? ძალიან მნიშვნელოვანი და პირდაპირ საკითხი არის, რომ ყურადღება გადავიდა იქეთ და შესაბამისად რესურსებით საკმაოდ სერიოზულად წავიდა იქეთ, მათ შორის საერო თავდაცვის სისტემები და ასე შემდეგ, ხო, უზარმაზარი რაოდენობით დაიხარჯა. ამიტომ
ის რომ ევროპელებმა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ამ კონფლიქტში უკრაინის მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტში არ არიან ჩართული იყო საკმაოდ ბუნებრივი და ლოგიკური გასვლა. ეხლა როდესაც მაგიარი არის ხელისუფლებაში და უნგრეთის ფაქტორი არ არსებობს, იმედი მაქვს რომ უკრაინის მიმართ ფინანსური მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა გაიზრდება ევროპელების. მათ შორის ხედავთ რომ უკრაინას თავად გააჩნია ახალი ტექნიკური შესაძლებლობები, საუბარი იყო რომ რობოტები დაიკავეს პირველი პოზიცია. უკრაინამ სტრატეგიული არჩევანი გააკეთა, რაც მის სუვერენიტეტზე საუბრობს, როდესაც დაბომბა რუსეთის ნავთობის გადამუშავების და ექსპორტის რამდენიმე საკვანძო ადგილი, მაშინ როდესაც ნავთობის ფასები ასეთი მაღალია და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო რუსეთს შეუძლია გამდიდრება პირობითად რაღაც პერიოდით, ანუ შევსება იმ დეფიციტის, რაც ბიუჯეტში გააჩნია. ამიტომ ამ დაზიანებით სტრატეგიულად ისარგებლა, რომ ასიმეტრიული ომი აწარმოოს ასევე, მათ შორის არაბულ ქვეყნებთანაც აი ეს დრონების წინააღმდეგ ტექნოლოგიით საუბარი, ესეც შეიძლება იყოს რეალური ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის საფუძველი, რადგანაც ის რაც ახლა გამოიყენება ამ დრონების წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში, უკრაინას სჭირდება ეს რაკეტები, ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. ასე რომ უკრაინა საკმაოდ საინტერესო და სწორად იქცევა, რა თქმა უნდა, და ევროპელების პოზიციაა საკვანძო, რომ საკმარისზე მეტი გააკეთონ, რომ დაეხმარონ უკრაინას. აი გუშინ გერმანიასთან თუ გუშინ წინ, 2 დღის წინ გერმანიასთან გააფორმა უკრაინამ თავდაცვითი შეთანხმების პაკეტი. ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი, ხო? ეს არის სწორი ნაბიჯი, სწორი მიმართულებით ერთობლივი წარმოება ექნება დრონების, მაგრამ საკმარისი არ არის და ფიქრობ რომ უნგრეთის გამბლოკვამ ამ პოზიციიდან ერთიან ევროპულ კონტექსტში შემოიტანს, სწორედ მარტო გერმანია, მარტო საფრანგეთი, მაინც მთელი ევროკავშირი ცხადი არ არის. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. გიორგი ტუმასიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ირაკლი ფავლენიშვილი ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვიერთეთ.